დასაწყისი სახარებისა, იესო ქრისტე აზის აღმთისა. როგორც დაწერილია წინასწარმეტყველე ესაიას წიგნში, აჰავ გზავნი მაცნეთ ჩემსა შენს წინ, რომელმაც გაგისწოროს გზა შენი. ტირის ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, მოამზადეთ გზა უფლისა, გაკვალეთ მისთვის ბილიკები. გამოჩნდა იოანე და ავრცელებენ ათლისხებას სინანულისას ცოდვათა მიტევებისათვის. გამოდიოდა მასთან იუდეის მთელი მხარი და ყველა იერუსალიმელი და ნათელს იღებდნენ მისგან იორდანეს მდინარეში, თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. იონე იყო შემოსილი აკლემის ბეწვით. წელზე ჰქონდა ტყავის სატყელი და ჭამდა კალიებსა და ველურ თაბლს და ქადაგებდა. მოდის ჩემი შემდეგი, ვინც ჩემზე ძლიერია. მე არ ვარ ღირსი. დავიხარო და გაუხსნა ხამლი მისი. მე მოგნათლეთ თქვენ წყლით, ხოლო ის გაგნათლავთ სულით წმიდით. და მოხდა ისე, რომ იმ დღეებში მოვიდა იესო ნაზარეთიდან, გალილეის მხარიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში. და მეხსეულად წყლიდან ამოსვლისას დაინახა განგმირული ცა და სული, რომელი როგორც მტრედი გადმოვიდა მასზე. და იქმნა ხმა ზეცით. შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში მე სათნოება უპოვე. მაშინვე გაიყვანა მას სული უდაბნოში და იყო უდაბნოში 40 დღეც. რა გვაქვს შენთან და ჩვენ იესო ნაზარეველო? მოსასვლელად მოხვედი რომ დაგღუპო? გიცნობ ვინ ხარ წმიდა ღვთისაი? და გაუთქმელი ხომას იესო და უთხრა დადუმდი და გამოდი მისგან. და შესძახა სულმა უწმინდურმა და მოარხია იგი და გამოვიდა მისგან და გაუცდნენ ყველანი რათა ეკითხნათ ერთმანეთს და ეთქვათ რა არის ეს? ახალი მოთხრება ძალით. იგი სულებს უწმინდურებს უბრძანებს და ემორჩილებიან მას. და მეხსეულად გავრცელდა მისი ამბავი მთელ გალილეის მიდამოებში. და მეხსეულად სინაგოგიდან გამოსვლისას შევიდნენ სიმონისა და ანდრიას სახლში იაკობთან და იოანესთან ერთად. ხოლო სიმონის სიდედრის სიცხით იყო სნეული და უთხრეს მასზე მაშინვე. და მიუახლოვდა, წაატანა ხელი და წამოაყენა. და დაუყოვნებლივ მიატოვა მას სიცხემ და ემსახურებოდა მათ. ხოლო მწუხრისას მზის ჩასვლის შემდეგ მიგვარეს მას ყოველნი სნეული და ეშმაკეულნი, გააინცეხლი სულეისა და ემსახლებილისად და მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან და აეცეხლი სოლეისა და მაეზმასოლი. და განკურნა მრავალნი, რომლებიც იყვნენ სნეულნი სხვადასხვა სენი და ეშმაკები მრავლად განდევნა და არ აძლევდა მათ სალაპარაკოს, განიცოდნენ ვინ იყო იგი. და დილა უთენია ჯერ კიდევ ბნელში ადგა გავიდა და გავიდა უკაცრიელ ადგილას და ილოცა იქ. და გაჰყვა მას სიმონი და ვინც მასთან იყვნენ. და როცა იპოვეს უთხრეს მას ყველანი გეძებენ შენ. და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევიდა კაპერნაუმში და მოისმინა, რომ სახლში იყო. და მეხსეულად შეიკრიბნენ მრავალი, ისე რომ ვეღარ ეტეოდა არც კართანაც კი და მათ ელაპარაკებოდა სიტყვას და მოდიან მასთან და მოჰყავთ დამბლადაცემული 4 კაცი რომ მქონდა. და რადგან ვერ მოახერხეს მისთანა მისვლა ხალხის სიმრავლის გამო, ახადეს სახურავი იქ, სადაც იყო იესო და გახვრეტილი სახურურით ჩამოუშვეს საკაცე, რომელზეც იცვა დამბლადაცემული. და იესო მათი რწმენა რო დაინახა, უთხრა დამბლადაცემულს, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვანი. ხოლო იქ ისხდნენ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ფიქრობდნენ, რად ლაპარაკობს ეს ასე. გმობს იგი, ვინ შეიძლება ცოდვათა მიტევება გარდა ღმერთისა. და მეხსეულად შეიცნო იესო, რომ ასე ფიქრობდნენ გულში და უთხრა მათ, რად ფიქრობთ ეგრე გულებში? რა უფრო ადვილია? თქვა დამბლადაცემულს, მოგეტევა შენი ცოდვები, თუ თქვა, ადექი აიღე საწოლი და იარე. მაგრამ რომ იცოდეთ, რომ ძე კაცისა ხელისუფლება აქვს ქვეყანაზე, ცოდვათა მისატევებლად ეუნება დამბლადაცემულს. შენ გეუბნები, ადექი აიღე შენი საწოლი და წადი შენ სახლში. და იგი მეხსეულად წამოდგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას წინაშე, ის და უთხრა მათ. აწაგეკითხავთ. რა გააკეთა დავითმა, როცა შია და ისინი ვინც მასთან იყვნენ. როგორ შევიდა იგი ღმერთის სახლში აბიათარ
მუდელმთავრის დროს და ჭამაწმიდა პურები, რომლებიც არავის ჰქონდა ნება ეჯამა გარდა მუდლებისა და მისცა მათ ამყოფდაც და უთხრა მათ: შაბათი ადამიანის გამო შეიქმნა და არა ადამიანი შაბათის გამო. მაშა სადამე ძე კაცისა ბატონია შაბათზეც. და ისევ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ჰქონდა გამხმარი ხელი. და უთვალთვალებდნენ მას შაბათ დღეს ხომ არ დანგუნავდა, რომ დაედოთ ბრალი მისთვის. და უთხრა კაცს, რომელსაც გამხმარი ხელი ჰქონდა და ადექი შუაში. მერე უთხრა მათ: შაბათ დღეს კეთილის ქმნას ჯობს თუ ბოროტისა, სიცოცხლის ხსნა თუ მოკლა. ისინი კი დუმდნენ და შეხედა მათ რისხვით და შეეწუხა მათი გულქვაობით და უთხრა მას: გააშალე ხელი შენი. და გაიშალა ხელი და გაიწორა მისი ხელი. და ფარისევლები მაშინვე გამოვიდნენ და ჰეროდიანებთან ერთად თათბიროდნენ მის წინააღმდეგ, როგორ დაეხოცათ იგი. ხოლო იესო თავისი მოწაფეები თურ გამობრუნდა ზღვისკენ და დიდი მობილობამ გაახვა მას გალილეიდან. და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმა და ტიროსისა და სიდონის მიდამოებიდან დიდი ბრბო, იესოს ამბავი რომ მოისმინა, მოვიდა მასთან. და უთხრა თავის მოწაფეებს: ნავი გამზადებინეთ ჩემთვის ხალხის სიმრავლის გამო, რომ არ შემაწუხონო. ვინაიდან მრავალი განკურნა და რადგან ცდილობდნენ მის შეხებას, ამდენი ავადმყოფიც იყო, ყველა ეჭიდებოდა მას. და როდესაც უწმინდური სულები ხედავდნენ მას, დაემხობოდნენ მის წინაშე და ღაღადებდნენ: შენ ხარ ძეღმთისა. და მკაცრად უგზანა მათ, რომ არ გაემხილათ. და კვლავ შეგროვდა ბრბო, ისე რომ მათ ვერაც პურის ჭამა ვერ მოასწრეს. ხოლო მისი ახლობლები როცა ეს მოისმინეს, გამოსულნი იყვნენ მის შესაკავებლად, რადგან ამბობდნენ, რომ ჭკუიდან შეშლილიაო. ბეელზებულის ძალით აძევებს ეშმაკებს, ეშმაკთა მთავრის მეშვეობითო. როგორ შეიძლება სატანამ სატანა განდევნოს? თუ სამეფო შინაგანად დაიღო, ვერ გაძლიერდება ის სამეფო. და თუ სახლი შინაგანად დაიღო, ვეღარ გაძლიერდება ის სახლი. და თუ სატანა ადგა თავის თავზე და დაიღო, ვერ გაძლიერდება, არამედ დასასრული ექნება მას. ვერავის შევაძლიერის სახში და ვერ წაიღებს მის ქონებას, თუ ჯერ არ შეაკავებს მას და მაშინ მის სახსაც გაძარცვავს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველაფერს მიეტევება ადამიანთა ძეთ, ცოდვებიც და გმობის სიტყვებიც, რომლებიც ილაპარაკონ. ხოლო ვინც შეაგინებს სული წმინდას, საუკუნოდ არ მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვას ჩაიდენს. რადგან თქვენს უწმინდური სული ჰყავსო, მაშინ მოვიდნენ დედამისი და ძმები და გარედან დაელოდნენ და გაუგზავნეს და მოუხმეს. აჰა დედა შენი და ძმები გარეთ გეძებენ. ვინ არის დედა ჩემი და ვინ არიან ძმები ჩემნი? აჰა დედა ჩემი და ძმები ჩემნი. კვლავ იწყო სწავლება ზღვისპირას და შეიკრიბა მის გარშემო დიდძალი ხალხი. და აიძულეს იგი ნავში შესულიყო და ზღვაზე დამდგარიყო, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას მიწაზე იდგა. ასწავლიდა მათ მრავალი იგავით და ამბობდა თავისი მოწყობილობაში: ისმინეთ. აჰა, დათესავად გავიდა მთესველი. და როცა თესავდა, მოხდა რომ ერთმა თესლმა გზის პირას დაიცა და მოვიდნენ ფრინველ და შეშჭამეს. სხვა მკლდოვან ადგილზე დაიცა, სადაც ბევრი მიწა არ იყო და მეხსეულად აღმოცენდა, რადგან ხრმად არ იყო მიწა. ხოლო როცა ამოვიდა მზე, დაეწვა და რადგან ფესვი არ ქონდა, გაშრა. სხვანი ეგალბარჩი დაითესნენ და ეგალმა ამოიწია და დაახშო ისინი და ნაყოფი არ გამოიღეს. სხვანი კი კარგ ნიადაგში დაითესნენ და გამოიღეს ნაყოფი, ერთი 20 გზის, ერთი 60 გზის, ერთი 100 გზის. და თქვა, ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს. და როცა მარტო დარჩა, კითხეს მას ისინი, ვინც მის გარშემო იყვნენ 12-თან ერთად. იგავების მნიშვნელობა. და უთხრა მათ:
თქვენ მოგეცათ ღვთის სასופევლის საიდუმლოების ცოდნა, ხოლო გარე ხალხს კი ყველაფერი იგავით ეცნობება, რათა ხედავდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმინდნენ და ვერ იგებდნენ, რათა არ მოინანიონ და არ მიეტეოთ მათ. და უთხრა მათ: ამ იგავს თუ ვერ იგებთ, აბა როგორ გაიგებთ ყველა იგავს? არ ხოლი ეკალ ბარჩი დადესული. ისინი არიან, ვინც ისმენენ სიტყვას. მაგრამ ამ საუკუნის საზრუნავებმა, სიმდიდრის მაცდურობამ და სხვა სურვილებმა შეიპყრეს სიტყვა და დაახშეს იგი და უშედეგო გახდა. კარგ ნიადაგში დადესულნი ისინი არიან, ვინც ისმენენ სიტყვას, იღებენ მას და გამოიღებენ ნაკვობს, ზოგი 100 გზის, ზოგი 60 გზის, ზოგი 20 გზის. და უთხრა მათ: ნუ თუ სანთელი მოაქვთ ქვევით დასადებად, ან საძინებლის ქვეშ და არა სასანთლეზე დასადებად, ვინაიდან არ არის დაფარული, რაც არ უნდა გაითქვას, და არც რამ არის დაფარული, რაც არ უნდა გამჟღავდეს. ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოს. და უთხრა მათ: დაიცავით, რას ისმენთ. რას საზომითაც სჯით, იმით მოგეგებათ და დაგემატებათ კიდევაც, რადგან ვისაც აქვს მიეცემა მას და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც გონია რომ აქვს. და თქვა: ასეთია ღმრთის სასუფეველი. კაცმა თესლი დათესოს მიწაზე და იძინოს და დადგეს ღამე და დღე და თესლი აღმოცენდეს და იზარდოს, თავად კი არ იცოდეს როგორ. ვინაიდან მიწა თავისთავად იძლევა ნაყოფს, ჯერ ბალახს, მერე თავთავს, მერე მთელ მარცვალს თავთავს აშიგ. და როცა ნაყოფი დამცა და მივიდნენ ზღვის გაღმა გერასენელთა ქვეყანაში. და როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, მიეგება მას კაცი, რომელიც უწმინდური სულისგან იყო შეპყრობილი და სასაფლავებიდან გამოდიოდა. იგი საფლავებში ცხოვრობდა და ვერავინ ვეღარ აბამდა. ჯაჭვითაც კი, რადგან მრავალგზის დაებათ ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვები დაეხსნა და ბორკილები დაუნდრევია. და ვერავინ ახერხებდა მის შეკავებას და დღე და ღამე მთებში და საფლავებში ღაღადებდა და საკუთარ თავს ქვებით იჭრიდა. ხოლო შორიდან რომ დაინახა იესო, მივიდა, თაყვანისცა მას და ღაღადებდა ხვამაღლა და ამბობდა: რა მაქვს შენთან, იესო, ძეო ღმერთისას, უზენაესისაო? შეშფოთებული გეფიცები ღმერთს, ნუ შემაწუხებ, რადგან ეუბლებოდა მას. გამოდი სულო უწმინდურო ამ კაციდან და კითხა მას, რა ქვია? ხოლო მან უპასუხა და უთხრა: ლეგიონი მქვია, რადგან მრავალნი ვართ და ევედრება შეევედრა მას, რომ არ გაეგზავნა ისინი იმ ქვეყნის გარეთ. ხოლო იყო იქ მთაზე დიდი ტყვილი ღორებისა, რომლებიც წოვდნენ. და მრავალი ხმით ევედრებოდნენ მას, ყველა ეშმაკი მიგვავლინე ღორებში, რომ შევიდეთ მათში და ნება დართო მათ იესომ. და როცა გამოვიდნენ უწმინდა და შეევედრა მას გულით: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა, მოდი დაასხი მას ხელი, რათა გადარჩეს და იცოცხლოს. და წაჰყვა მას და მისთან ერთად მიდიოდა დიდი ბრბო და მას ეჭყლიტებოდნენ. იყო იქ ერთი ქალი, რომელიც 12 წლის განმავლობაში განუწყვეტელი სისხლდენით იტანჯებოდა. ბევრი ტანჯვა გადაეტანა მრავალი მკურნალისგან და ყველა ქონება დაკარგა და არავითარი შველა არ მიიღო, არამედ უარესად ხდებოდა. როცა მოისმინა იესოს შესახებ, მივიდა ბრბოში და შეეხო მის სამოსელს, რადგან ამბობდა: თუ მხოლოდ მის სამოსელს შევეხები, განვიკურნები. და მაშინვე შეიმშრალა სისხლის დინება და იგრძნო სხეულში, რომ განიკურნა დაავადებისაგან. ხოლო იესომ რომ შეიტყო, რომ ძალა გამოვიდა მისგან, მაშინვე შემოტრიალდა ბრბოში და თქვა: ვინ შემეხო ჩემს სამოსელს? და უთხრეს მას მოწაფეებმა: ხედავ, ხალხი გეჭყლიტება და ამბობ, ვინ შემეხო?
დაიხედებოდა ირგვლივ, რათა დაენახა ის, ვინც ესქნა. ხოლო ქალი შიშითა და კანკალით, რადგან იცოდა, რაც შეემთხვა, მოვიდა და დაემხო მის წინ და უთხრა მას მთელი სიმართლე. ხოლო მან უთხრა მას, ქალო, რწმენამ შენმა გიხსნა შენ. წადი მშვიდობით და განიკურნე შენი სენით. როცა ჯერ კიდევ და გავიდა იქიდან და მიდიოდა თავის მამულში და მისდევდნენ მას მისი მოწაფეები და როცა დადგა შაბათი, იწყო სწავლება სინაგოგაში. და მრავალი, რომელსაც ესმოდათ, უკვირდათ და ამბობდნენ, საინად მას ეს ყველაფერი და რა არის ეს სიბრძე, რომელიც მას მიეცა და როგორ იქნება ესეთი ძალმოსილი საქმენი მისით. კან ეს არ არის დურგალი მარიამის ძე, იაკობისა, იოსესა, იუდას და სიმონის ძმა და გან არ არიან აქვე ჩვენთა მისი დები. და ეწინათ მასზე, ხოლო იესომ უთხრა მათ, წინასწარმეტყველი მხოლოდ თავის მამულში, ნათესავებსა და სახლშია შეურაცხყოფილი. და ვერ მოახდინა იქ არავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ავადმყოფს დაასხა ხელი და განკურნა და უკვირდა მათი უწმუნოება და დადიოდა სოფლებში და ასწავლიდა. და მოიხმო 12 და დაიწყო მათ ორუთად გაგზავნა და მისცა მათ ხიონწმიდას უწმინდო სულებზე. და უბრძანა მათ, რომ არ აეღოთ გზისთვის არაფერი გარდა კვეთხისა, არც დომარ, არც პური, არც ფული კისაში. არამედ ეცვათ თვლიმები და არ ჩაეცვათ ორი შესამოსელი. და უთხრა მათ, სადაც კი შევალთ სახლში, იქ დარჩით, ვიდრე არ გამოდიხართ იქიდან. და თუ რომელიმე ადგილი არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, გამოდით იქიდან და დაიფერთხეთ წვერი თქვენს ფეხებზე მათ დასამოწმებლად. ხო იოანე ეუბრებოდა ჰეროდეს. არ გაქვს უფლება შენ ზმის ცოლთან ყოფნისა. ჰეროდიას კი სულდა იგი და სურდა მოეკლა, მაგრამ ვერ ახერხებდა. რადგან ჰეროდი აშინებდა იოანეს, იცოდა რომ იგი იყო კაცი მართალი და წმინდა და იცავდა მას. და როცა ისმენდა, მრავალი რამის კეთება უწევდა და სიამოვნებით ისმენდა მას. და მოვიდა ხელსაყრელი დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს სამხარს უმასპინძლა თავის მთავრებს, 1000-ის თავებს და გალილეის დიდებულებს. და შევიდა ჰეროდიასის ასული და ცეკვა და მოეწონა ჰეროდეს და მეზახილეთა წინაშე. და მეფემ უთხრა გოგონას, მითხარი რასაც გინდა და მოგცემ. და დაუფიცა მას, რაც არ უნდა მთხოვო მოგცემ, ჩემი სამეფოს ნახევრამდეც კი. და გავიდა და უთხრა დედამის, რა ვთხოვო? მან კი უთხრა, იოანე ნათლისმცემლის თავი. და მაშინვე სწრაფად შევიდა მეფესთან და სთხოვა, მინდა რომ ახლავე მომცე იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით. და მეფე დიდად დამწუხრდა, მაგრამ ფიცისა და მეჯლიზე მყოფთა გამო არ სურდა მის უარყოფა. და მაშინვე გაგზავნა ჯალათი მეფემ და უბრძანა მისი თავის მოტანა. და ის წავიდა, მოაჭრა თავი იოანეს საფხრობილეში და მოიტანა მისი თავი ლანგრით და მისცა გოგონას და გოგონა მისცა დედას. და როცა ამის შესახებ შეითქვეს და როცა უკვე გვიანი იყო, მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს, ეს ადგილი უდაბურია და უკვე გვიანია. გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ სოფლებში და აგარაკებზე და იყიდონ თავიანთთვის საჭმელი. ხოლო მან მიუგო, თქვენ მიეცით მათ საჭმელი და უთხრეს მას, გავიდეთ და ვიყიდოთ 200 დინარის პური და მივცეთ მათ საჭმელად. ხოლო მან უთხრა მათ, რამდენი პური გაქვთ? წადით და შეამოწმეთ. და როცა შეამოწმეს, უთხრეს 5 და 2 თევზი. და უბრძანა მათ, დაესვათ ყველა მწვანე ბალახზე რიგებად. და დასხდნენ რიგებად 100-ით და 40-40-ად. და მან აიღო 5 პური და 2 თევზი, ახედა ცას, აკურთხა და გატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, რათა გაენაწილებინათ ხალხისთვის და 2 თევზი ყველას გაუნაცილა. და ყველამ ჭამა და გაწყა და ასწიეს ნარჩენები 12 კალათა სავსე ლუქმებით და თევზებით და პური რომ ჭამეს იყო 5000 კაცი. და მაშინვე აიძულა მოწაფეები, შებრძანებულიყვნენ ნავში და წასულიყვნენ მის წინ ბეთსაიდაში, სანამ თვითონ გაუშვებდა ხალხს.
და როცა მათ გაათავისუფლა, ავიდა მთაზე სალოცავად. და როცა უკვე საღამო იყო, ნავი იყო ზღვის შუაგულში და ის მარტო მიწაზე. და დაინახა, რომ შეწუხებული იყვნენ და იკრიბნენ მის გარშემო ფარისევლები და ზოგიერთი მწიგნობარი, რომლები იერუსალიმიდან მოვიდნენ. და დაინახეს ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი, რომ უწმინდური, ანუ დაუბანელი ხელებით ჭამდნენ პურს. რადგან ფარისევლები და ყველა იუდეველი წინაპართა გადმოცემის მიხედვით ხელებს არიბანენ წესიერად, როცა ჭამენ. და ბაზრიდან რომ მოვლენ არ ჭამენ, სანამ არ დაიბანენ და ბევრი რამ აქვთ, რასაც იცავენ ჭურჭლის, თასების, სპილენძისა და დასაწოლიების დაბანა. მერე ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რატომ არ დადიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ უწმინდური ხელებით ჭამენ პურს? ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ, კარგია ისაიას წინასწარმეტყველება თქვენზე. თვალთ მაგცებო, როგორც დაწერილია, ეს ხალხი ბაგით მშვენივრად მცემს პატივს, მაგრამ მათი გული შორს არის ჩემგან. ამაოდ მცემენ პატივს, ადამიანთა ბრძანებებს ასწავლიან და კანონებად წარმოსადგენენ. რადგან ხმის მცნებას მიტოვებული გაქვთ და კაცთა გადმოცემას ინარჩუნებთ, კასრების, თასებისა და სხვა მსგავსის დაბანა. და უთხრა მათ, კარგია რომ ღვთის მცნებას უგულებელყოფთ, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა. რადგან მოსემ თქვა, პატივი ეცი მამა შენს და დედა შენს. და ვინც შეურაცხყოფს მამას ან დედას, სიკვდილი. ჰაიე ირადი გიმუდალიქ და თქვა, რაც კაციდან გამოდის, ის შებილწავს ადამიანს. თოხმოდალი, რადგან შიგნით ადამიანთა გულიდან გამოდის ბოროტი ფიქრები, სიძვები, ქურდობები, მკვლელობები, მრუშობები, სიხარბე, ბოროტება, მახინჯობა, მზაკვრობა, ავის მეტყველება, სიამაყე, უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და შებილწავს ადამიანს. და იქიდან წავიდა და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეში. და შევიდა სახლში. არ უნდოდა რომ ვინმე შეემჩნია, მაგრამ ვერ დამალა თავი. რადგან ქალი, რომლის ასულიც ჰყავდა უწმინდური სულით შეპყრობილი, რომ მოისმინა მისი ამბავი, მოვიდა და დაემხო მის ფერხთით. ქალი იყო ბერძენი, სიროფინიკიელი წარმოშობით. და სთხოვდა მას, რომ გაედევნა ეშმაკი მისი ქალიშვილისგან. ხოლო იესომ უთხრა, დაე, ჯერ შვილები გაძღნენ, რადგან არ არის კარგი, რომ ბავშვების პური ძაღლებს მიეცეს. ხოლო მან მიუგო და უთხრა, დიახ, უპალო, მაგრამ ძაღლებიც კი ჭამენ ბავშვების ნამცეცებს მაგიდის ქვეშ. და უთხრა მას, ამისთვის წადი, გასულა ეშმაკი შენი ასულიდან. და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი მწოლიარე იყო და ეშმაკი გასული. კვლავ გავიდა ტიროსის საზღვრებიდან და სიდონის გავლით. იმ დღეებში, როცა კვლავ დიდი ბრბო შეიკრიბა და საჭმელი აღარ ჰქონდათ, იესომ მოიხმო თავისი მოწაფეები და უთხრა მათ, შეიბრალნენ ეს ხალხი, რადგან უკვე 3 დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. და თუ მშიეთ გაუშვებ შინ, გზაში მოდუნდებიან, რადგან ზოგი მათგანი შორიდან მოსულია. და მიუგეს მოწაფეებმა, საიდან შეძლებს ვინმე ამ უდაბნოში პურის მიწოდებას, რომ ესენი გააწყოს? და კითხა მათ, რამდენი პური გაქვთ? უთხრეს 7 და უბძანა ხალხს. დამზდარიყვნენ მიწაზე, აიღო 7 პური, აკურთხა, გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა დაინაწილებინათ და მათაც დაარიგეს ბრბოში. ჰქონდათ ცოტა თევზიც. იესომ აკურთხა ისინი და თქვა, რომ მათაც დაინაწილებინათ და ჭამეს და გაწყნენ. და ნარჩენებიდან 7 კალათი სავსე ლუქმა დაასვენეს. იყო დაახლოებით 4000 კაცი. და გაუშვა ისინი. მაშინვე ავიდა ნავში მოწაფეებთან ერთად და მივიდა დალმანუთას მხარეში. გამოვიდნენ ფარისევლები და დაიწყეს მისი გამოცდა, მოითხოვეს მისგან ნიშანი ზეციდან, რომ ეჩვენებინა მათთვის. ხოლო მან სულით შეწუხებულმა თქვა, რატომ მოითხოვს ეს თაობა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ მიეცემა ამ თაობას ნიშანი. და მიატოვა ისინი.
კვლავ ავიდა ნავში და გადავიდა სხვა მხარეს. და მათ დაავიდა 7 პური 4,000-ისთვის. რამდენი კალათა სავსე ლუკმა ავსეთ, უთხრეს 7 და უთხრა მათ, მაშ ჯერაც ვერ ხვდებით. მივიდნენ ბეთსაიდაში, მიუყვანეს მას ბრმა და სთხოვეს რომ შეხებოდა მას. წაიყვანა ბრმა ხელით სოფლის გარეთ და პირად დაუბერა თვალებში და ხელები დაადო და ჰკითხა, ხედავ რამეს. მან აიხედა და თქვა, ხედავ ადამიანებს. თითქოს ხეები იყვნენ, რომლებიც დადიან. კვლავ დაადო ხელები თვალებზე და მას გაუნათდა თვალი და განიკურნა და მკაფიოდ ხედავდა ყოველივეს და გაუგზავნა იგი თავის სახლში და უთხრა, არც სოფელში შეხვიდე და არც არავის უთხრა სოფელში. და წავიდა იესო და მისი მოწაფეები კესარია ფილიპეს სოფლებში და გზად კითხა თავის მოწაფეებს, ვინ მეტყველებენ ჩემზე ადამიანები, ვინ ვარ? მათ მიუგეს, ზოგი იოანე ნათლისმცემელს, ზოგი ელიას და სხვები ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანს. ხოლო იესომ კითხა მათ, თქვენ კი ვინ მეტყველებთ ჩემზე, ვინ ვარ? პეტრემ მიუგო და უთხრა, შენ ხარ ქრისტე. და მკაცრად დაუკრძალა, რომ არავისთვის ეთქვათ მის შესახებ. და იწყო მათ სწავლება, რომ ძე კაცისა უნდა ევნო ბევრად. უარყოფილიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობარ და უთხრა მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან აქ ზოგიერთნი, ვინც არ იგემებს სიკვდილს, ვიდრე არ იხილავს ღვთის სასუფეველს ძალით მოსულს. და 6 დღის შემდეგ იესო წაყვანა პეტრე, იაკობი და იოანე და აიყვანა მაღალმთაზე მათთან ერთად მხოლოდ ის და გარდაისახა მათ წინაშე. და მისი ტანის ამოსი გახდა კაშკაშა, ძალიან თეთრი. ისეთი თეთრიც, როგორიც დედამიწაზე არც ერთ მკერავს არ შეუძლია გაათეთროს. და გამოჩნდნენ მათ ელია მოსესთან ერთად, რომლებიც საუბრობდნენ იესოსთან. და მიუგო პეტრემ იესოს და უთხრა, რაბი, კარგია რომ აქ ვართ. გავაკეთოთ 3 კარავი, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიისთვის. რადგან არ იცოდა რა ეთქვა, იმდენად შეშინებულნი იყვნენ. და იყო ღრუბელი, რომელმაც დააფარა ისინი. და იყო ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა, ეს არის ჩემი ძე საყვარელი, მას უსმინეთ. და უცბად, როცა მიმოიხედეს, აღარავინ დაინახეს მათთან, გარდა იესოსა. და როცა ჩამოდიოდნენ მთიდან, უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ რაც იხილეს, სანამ ძეკაცი სამკვდრეთით არ აღდგებოდა. და შეინახეს ეს სიტყვა. და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავდა მკვდრეთით აღდგომა. და კითხეს მას, რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ ჯერ ელია უნდა და მიუგო ერთმა ბრბოდან, მოძღვარო, მოგიყვანე ჩემი ძე, რომელსაც უგონო სული აქვს. და სადაც კი შეხვება აგდებს მას, ის ქაფს იღებს, კბილს აჭერს და რჩება გონება დაკარგული. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გაედევნათ იგი, მაგრამ ვერ შეძლეს. ხოლო მან მიუგო და უთხრა, ო, ურწმუნო თაობა, რამდენ ხანს უნდა ვიყო თქვენთან, რამდენ ხანს უნდა გითმინოთ, მომგვარეთ იგი ჩემთან. და მიუყვანეს იგი. როცა სული დაინახა იესო, მაშინვე შეარყია იგი. ბავშვი დაეცა მიწაზე და ტრიალებდა ქაფმომდგარი, კითხა მამას, რამდენი ხანია რაც ასე ხდება მას? მან თქვა, ბავშვობიდან. მრავალჯერ ჩააგდო ცეცხლშიც და წყალშიც, რათა მოეკლა. მაგრამ თუ რამე შეძლებ, შეგვიბრალე და შეგვიხმარე. იესო უთხრა მას, თუ რამე შეძლებ, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის. დამხისვე ბავშვის მამამ,
ხმამაღლა ტირილით თქვა. ჯერა უფალო, დამეხმარე უწმუნოებაში. როცა იესო დაინახა, რომ ბრბო იკრიბებოდა, შერისხა უწმინდურის სული და უთხრა მას: სულო უგონო და ხრუსავ, მე გიბრძანებ. გამუხავ ამ ბავშვს და აღარ დაბრუნდე მასში. და იხვირა. ძლიერად შეარყია იგი და გამოვიდა. და ბავშვი ისე გახდა თითქოს მკვდარი ყოფილიყო. ბევრმა თქვა, მკვდარია, მაგრამ იესო ხელი მოგიდა და წამოაყენა იგი. და ის წამოდგა. და როცა იესო შევიდა სახლში, კითხეს მას მოწაფეებმა ცალკე: რატომ ვერ შეძელით ჩვენ მისი გაძევება? და უთხრა მათ: ეს სახეობა არაფრით გამოდის, გარდა ლოცვისა და მარხვისა. იქიდან წავიდნენ და გაიარეს გალილეა. არ უნდოდა რომ ვინმე სწოდნოდა, რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ. ძე კაცის ხელში ჩაგდება და მოკლა მოუვა და მესამე დღეს აღდგა. მაგრამ იესომ თქვა: არა უგრძალოთ, რადგან არ არსებობს კაცი, რომელიც სასწაულს იზამს ჩემს სახელით და მალე შეძლებს ჩემზე ცუდად ლაპარაკს, რადგან ვინც არ არის ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი მხარეა. ვინც კი მოგაწვდით ერთი ჩიქა წყალს ჩემს სახელით, ვინაიდან ქრისტეს ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაკარგავს თავისი ჯილდოს. და ვინც აცტუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც სჯერათ ჩემზე, მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ყელზე დაეკიდოს ცისქვილის ქვა და ზღვის ფუნდში ჩაეძიროს. და თუ ხელი გაგაცდუნებს, მოიჭერი იგი. უკეთესია შენთვის კოჭლმა შესვლა სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით წასვლა გეენაში, წარუვალ ცეცხლში. და თუ ფეხი გაგაცდუნებს, მოიჭერი იგი. უკეთესია შენთვის კოჭლმა შესვლა სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხით გეენაში ჩაგდება. და თუ თვალი გაგაცდუნებს, ამოითხარე იგი. უკეთესია შენთვის ცალი თვალით შესვლა ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალით ჩაგდება გეენაში, სადაც მათი არ კვდება და ცეცხლი არ კრება. რადგან ყველა ცეცხლით იქნება განწმენდილნი და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილებული. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი დაკარგავს სიმარილეს, ღით გაამარილებთ მას, იყავით მარილიანი და მშვიდ. და წამოდგა იქიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა მხარეს. კვლავ შეიკრიბა მისი ირგვლივ ბრბო და როგორც ჩვევა ჰქონდა, კვლავ ასწავლიდა მათ. და მიუახლოვდნენ ფარისევლები და ცდილობდნენ გამოსაცდელად კითხეს, ნებადართულია თუ არა კაცს თავისი ცოლის გაშვება. მან მიუგო და უთხრა მათ: რა გიბრძანა მოსემ? ხოლო მათ თქვეს, მოსემ ნებადართო გაშვების წიგნის დაწერას და გაშვებას. იესომ კი მიუგო და უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო დაწერა თქვენთვის ეს მცნება, მაგრამ ქმნის დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი ღმერთმა. ამისთვის მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და შეერთვება თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორცად, ისე რომ უკვე აღარ არიან ორნი, არამედ ერთი ხორცი. რასაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განკობს. და სახლში კვლავ კითხეს მას ამის შესახებ მოწაფეებმა. და უთხრა მათ: ვინც განშორდება თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს მის მიმართ. და თუ ცოლი განშორდება თავის ქმარს და სხვას გახვება, მრუშობს. და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა მათზე ხელი დაედო, ხოლო მოწაფეები აყენებდნენ მათ. იესომ რომ იხილა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ბავშვები ჩემთან მოსასვლელად და ნუ უშლით მათ, რადგან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც არ მიიღებს, ხოლო იესომ შეხედა მას, შეიყვარა და უთხრა: ერთი გაგლია. წადი რაც გაქვს, კახიდე და ღარიბებს მიეცი. დაგექნება საუნჯე ზეცაში. და მოდი მიყევი მე. ხოლო მან მოიწყინა ეს სიტყვა. წავიდა დამწუხრებული, რადგან დიდი ქონება ჰქონდა. იესო მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: როგორი გაჭირვებით შევა ღვთის სასუფეველში ქონების მქონენი? ხოლო მოწაფეები
გაუცებულნი იყვნენ მის სიტყვებზე. მაგრამ იესო კვლავ მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, როგორი ძნელია შესვლა ღვთის სასუფეველში. ადვილია აკლემს ნემსის ყუნჩი გაიაროს, ვიდრე მდიდარს შევა ღვთის სასუფეველში. ისინი მეტად განცვიფრდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: აბა ვინ გადარჩება? იესო კი შეხედა მათ და თქვა: ადამიანთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმერთისათვის, რადგან ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. და დაიწყო პეტრემ თქმა: აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და გამოკევით. იესომ თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ არის არავინ, ვინც მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ველები ჩემთვის და სახარებისთვის. და არ მიიღოს ასმაგი ახლა ამჟამად. სახლები, ძმები, დები, დედები, მაგრამ ბევრნი პირველი იქნებიან უკანასკნელი და უკანასკნელი პირველი. იყვნენ გზაზე, ადიოდნენ იერუსალიმისკენ. და იესო მიუძღოდა მათ. და გაუცებულნი იყვნენ, ხოლო ვინც მიყვებოდნენ, შიშით იყვნენ მოცულნი. კვლავ წაიყვანა 12 ცალკე და დაიწყო მათი სწავლება იმის შესახებ, რაც უნდა მოსლოდა მას. აჰა, ავდივართ იერუსალიმში და ძე კაცისა გადაეცემან გუდეულ მთავრებსა და მწიგნობრებს და მათ დასჯიან სიკვდილით. და გადასცემენ მას წარმართებს. დასცინებენ, დასჯიან, ანაფრქვევენ და მოკლავენ. მაგრამ მესამე დღეს აღდგება. მივიდნენ მისთანა ზებედეს ძენი, იაკობი და იოანე და უთხრეს მას: მოძღვარო, გსურსონ გააკეთოთ ჩვენთვის, რასაც გთხოვთ. ხოლო მან თქვა მათთვის: რას გინდათ რომ გაგიკეთოთ? უთხრეს მას: მოგვეცი რომ ერთი მარჯვნივ დაგვიდგეს და ერთი მარცხნივ შენს დიდებაში. იესომ უთხრა მათ: არ იცით რა სიტყვოთ. შეგიძლიათ დალიოთ სასმისი, რომელსაც მევსვა, ან მოინათლოთ ნათლით, რომლითაც მე ვინათლები. მათ უთხრეს: შეგვიძლია. ხოლო იესომ უთხრა მათ: სასმისი, რომელიც მევსვან დალევთ და ნათლით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. მაგრამ ჩემი მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემთვის არა, არამედ ვისაც მომზადებულია. და როცა ეს გაიგე საათმა, იწყეს უკმაყოფილება იაკობისა და იოანეს მიმართ. ხოლო იესო მოუწოდა მათ, როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთფაგესა და ბეთანიას ზეთისხილის მთასთან, იესომ წარავლინა 2 მოწაფემს და უთხრა მათ: წადით იმ სოფელში, რომელიც თქვენ წინ არის, და მყისვე, როგორც კი შავდებით მასში, იპოვით მიბმულ გცას, რომელზეც ჯერ არავის უნჯდია. შეხსენით და მომგვარეთ, და თუ ვინმე გეტყვით, რატომ აკეთებთ ამას, უთხარით, უფალს სჭირდება და მყისვე დააბრუნებს აქვე. და წავიდნენ, იპოვეს ცხენგცი კარებთან, გარეთ მიბული და შეიხსნეს იგი. ზოგიერთმა იქ მდგომმა უთხრა მათ: რას აკეთებთ, რატომ ხსნით გცას? ხოლო მათ თქვეს, როგორც იესომ უთხრა და მათ დაანებეს. მიიყვანეს კაცი იესოსთან, დააკარეს თავისი სამოსელი მასზე და იესო შეჯდა მასზე. ბევრმა თავისი ტანსაცმელი გააფინა გზაზე, სხვები კი ტოტებს ჭრიდნენ ხეებიდან და აფენდნენ გზაზე. და ვინც წინ მიუძღოდნენ და ვინც მისდევდნენ, ხმობდნენ: ოსანა, კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. კურთხეულია ჩვენი მამის დავითის მომავალი მეფობა. ოსანა მაღალთა შინა. შევიდა იესო იერუსალიმში და ტაძარში. შემოივლო ყველაფერი და რადგან უკვე გვიანი იყო, გავიდა ბეთანიაში 12-თან ერთად. მეორე დღეს, როცა გამოვიდნენ ბეთანიიდან, მოშიებოდა და შორიდან დაინახა ლეღვის ხე, რომელსაც ზოგიერთ ხელნაწერში, მაგრამ თუ თქვენ არ აპატიებთ, არც თქვენი მამა ზეციერი გაპატიებთ თქვენს ცოდვებს. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძარში დადიოდა, მიადგნენ მას მოდელმთავრები, მწიგნობრები და ხუცესები და კითხეს: რა ძალით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა ეს ძალა რომ აკეთო ეს? ხოლო იესო უთხრა მათ: გაგცემთ ერთ კითხვას და მიპასუხეთ და გეტყვით რა ძალით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლობა ციდან იყო თუ ადამიანთაგან? მიპასუხეთ. და ფიქრობდნენ თავიანთ თავში. თუ ვიტყვით ციდან იყო, იტყვის რატომ არ ეძღვნეთ იგი. ხოლო თუ ვიტყვით ადამიანთაგან, ეშინოდათ ხალხის, რადგან ყველა თვლიდა იოანეს წინასწარმეტყველად, და
და მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცით. და იესუმაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით რა ძალით ვაკეთებ ამას. დაიწყო მათთან იგავით ლაპარაკი. ერთმა კაცმა დანერგა ვენახი. შემოღობა გალავნით, ამოთხარა საწნახელი და ააგო კოშკი, გააქირავა მევენახეებზე და წავიდა უცხოეთში. როცა დადგა დრო, გაუგზავნა მევენახეებს მონა, რათა მისგან ვენახის ნაყოფი მიეღო. მაგრამ მათ მოკლეს, იგი სცეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა და ისიც დაჩეხეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაუგზავნა სხვა და ის მოკლეს. და ბევრს გაუგზავნიდა, ზოგს სცემდნენ, ზოგს კლავდნენ. ჰყავდა მას ერთი საყვარელი ვაჟი, ბოლოს სწორედ მას გაუგზავნა, რადგან თქვა: ჩემს წესს კი მაინც შეეშინდებათ. ხოლო მევენახეებმა უთხრეს ერთმანეთს: აი მემკვიდრე, მოდი მოვკლათ იგი და ჩვენ გვექნება მისი მემკვიდრეობა. და შეიფხრეს იგი, მოკლეს და ვენახიდან გააგდეს. აბა რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და გაანადგურებს იმ მევენახეებს და ვენახს სხვებს მისცემს. ნუ თუ არ წაგიკითხავთ ეს წერილში, ქვა, რომელიც აშენებლებმა უარყვეს, ის გახდა კუთხის თვალი. უფლის მიერ იყო ეს და სასწაულია ჩვენს თვალებში. და ცდილობდნენ მისი დაჭერა, მაგრამ ხალხის ეშინოდათ, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა იგავი. და მიატოვეს და წავიდნენ. შემდეგ მკვდრების აღგომის შესახებ კი არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში. ტყეში როგორ თქვა ღმერთმა მასზე: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი არ არის მკვდრებისა, არამედ ცოცხლებისა, დიდი ცდებით. ერთ-ერთი მწიგნობარი, რომელმაც მოისმინა მათი კამათი და დაინახა, რომ კარგად უპასუხა, მათ მიუახლოვდა და კითხა მას: რომელი მცნებაა პირველი ყველა მცნებათაგან? იესო მიუგო: პირველი არის ეს: ისმინე ისრაელო, უფალი, ჩვენი ღმერთი, ერთადერთი უფალია. შეიყვარე უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. და მეორე არის ეს: შეიყვარე მოყვასი შენი როგორც საკუთარი თავი. სხვა მცნება არ არის ამათზე დიდი. უთხრა მას მწიგნობარმა: კარგად თქვი მოძღვარო, ჭეშმარიტად თქვი, რომ ის არის ერთია და არ არის მის გარდა სხვა. და რომ მას გვიყვარდეს მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით და მოყვასი გვიყვარდეს როგორც თავი, ეს ბევრად უმჯობესია ყველა მსხვერპლსა და სხვა აღსავლენზე. ხოლო იესომ რომ დაინახა, გონივრულად უპასუხა, უთხრა მას: შორს არ ხარ ღვთის სასუფევლისგან. და ვეღარავინ ბედავდა მისთვის შეკითხვების დასმას. და როცა ასწავლიდა ტაძარში, იესო ამბობდა: როგორ ამბობენ წიგნობრები, რომ ქრისტე დავით? და როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მისმა მოწაფემ უთხრა მას: მოძღვარო, შეხედე რა ქვის ჯიშებია და რა შენობები. იესო მიუგო მას და უთხრა: ხედავ ამ დიდ შენობებს, ქვაქვაზე არ დარჩება აქ, ყოველი დაინგრევა. როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის პირისპირ, კერძოდ კითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრია: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება ნიშანი, როცა ეს ყველაფერი აღსასრულს მიუახლოვდება? იესო მიუგო მათ და დაიწყო საუბარი: ფრთხილად იყავით, რომ არავინ დაგაბნიოთ. ბევრნი მოვლენ ჩემს სახელით და იტყვიან: მე ვარ იგი, და მრავალს დააბნევენ. და როცა მოისმენთ ომებსა და ომის ხმებს, ნუ შეშინდებით. ეს ჯერ უნდა მოხდეს, მაგრამ დასასრული ჯერ არ არის, რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები სხვადასხვა ადგილას, იქნება შიმშილობაც. ეს ყველაფერი მხოლოდ მშობიარობის დასაწყისია. მაშ თქვენ ფხიზლად იყავით, რადგან მიქცემენ სასამართლებში, სინაგოგებში გცემენ, მმართველთა და მეფეთა წინაშე წარდგებით, ჩემთვის, რათა მათთვის იყოს მოწმობათ, მაგრამ პირველად უნდა იქადაგოს სახარება ყველა ხალხში. და როცა წაგიყვანენ და ჩაგბარდებით, ნუ იდარდებთ წინასწარ, რა სიტყვით, არამედ რაც მოგეცემათ იმ საათში, ის ილაპარაკეთ. და რომან შემოკლებინა უფალს, ის დღეები ვერავინ ვერ ცხონდებოდა.
მაგრამ რჩეულების გულისთვის, რომელთაც აირჩია, შეამოკლა ის დღეები. მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აჰა, აქ არის ქრისტე, ან აჰა, იქ არის, ნუ იჯერებთ. რადგან ათგებიან ცრუ მესიანეები და ცრუ წინას წარმეთხველები და გამოუჩენენ ნიშნებს და საოცრებებს, რათა თუ შესაძლებელი იქნებოდა რჩეულნიც კი შეეცდინონ. მას თქვენ ფხიზლად იყავით, წინასწარ გითხარით ყველაფერი. ხოლო იმ დღეებში, იმ წუხარების შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ მისცემს ნათელს თავისას. ვარსკვლავები ციდან გადმოცვიუდებიან და ზეცის ძალები ირყევიან. და მაშინ იხილავენ ძე კაცისა, რომ მოდის ღრუბლებში დიდი ძალით და დიდებით. და მაშინ მოავლენს ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხივე მხარიდან, მიწის კიდიდან ზეცის კიდემდე. ლეღვის ხისგან ისწავლეთ იგავი. როცა მისი ტოტი რბილდება და ფოთლებს ისხამს, იცით რომ ზაფხული ახლოსაა. ასე თქვენც, როცა იხილავთ ამ ყველაფერს, იცოდეთ რომ ის ახლოსაა გართან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ეს თაობა არ გავა, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება. ცადამიწა ორ დღეში უნდა ყოფილიყო პასექი და უსაფუარო პურების დღესასწაული. მღვდელმთავარი და მწიგნობარნი ეძებდნენ გზას, როგორ შეეპხროთ ის ზაკრულად და მოეკლათ. მაგრამ ამბობდნენ, ნუ იქნება დღესასწაულზე, რომ არ მოხდეს ხალხში აჯანყება. და როცა იყო ბეთანიაში სიმონ კეთროვნის სახლში და მაგიდასთან იჯდა, მოვიდა ერთი ქალი ალაბასტრის ფიალით, ნარდის სუფთა და ძვირფასი ნელსაცხებლით და დაასხა იგი იესოს თავზე. ზოგი უკმაყოფილოდ ლაპარაკობდა თავისთვის, რისთვის დაიკარგა ეს ნელსაცხებელი. შეიძლება ეს ნელსაცხებელი 300 დინარზე მეტი ძღირს და გლახაკთ მისცეს და მისაყვედურეს ქალს. მაგრამ იესომ თქვა, დატოვეთ იგი, რისთვის აწუხებთ? კარგ საქმე გააკეთა ჩემთვის. გლახაკები ყოველთვის გეყოლებათ და როცა გსურთ შეგიძლიათ სიკეთე გაუკეთოთ მათ. მე კი ყოველთვის არ გეყოლებით. რაც შეეძლო ის გააკეთა. წინასწარ ცხო ნელსაცხებელი ჩემს სხეულს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით, სადაც იქადაგება ეს სახარება მთელ მსოფლიოში, მასაც გაახსენებენ და იტყვიან, რაც გააკეთა. მაშინ იუდა ისკარიოტელი ერთ-ერთი 12-თაგანი წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა მიეცა მათთვის იესო. მათ ეს გაუხარდათ და ფული დაპირდნენ. ის კი ეძებლა დროს, რომ ღალატ უსაფუარო პურების პირველ დღეს, როცა პასექი უნდა ეჭამათ, უთხრეს იესოს მისი მოწაფეები. საათ გსურს რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ პასექი ჭამისთვის. და გაგზავნა ორი მოწაფე და უთხრა მათ, წადით ქალაქში და შეგვდებათ კაცი, რომელიც წყლის სარევით მოდის, გახვდებით მას. სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს, მოთხოვარი კითხულობს, სად არის ჩემი სენაკი, სადაც პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ. ის კი ჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, გაწყობილსა და მზადებულს, იქ გაგვიმზადეთ. წავიდნენ მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და იპოვეს ყველაფერი, როგორც უთხრა მათ. და მოამზადეს პასექი. როცა საღამო დადგა, მივიდა 12-თან ერთად. როცა სუფრასთან ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა, ჭეშმარიტად გეუბნებით, ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს. მათ განსელზულად კითხულობდნენ მას თითო-თითოდ, ნუ თუ მე? ხოლო მან უთხრა მათ, ერთი 12-თაგანი, რომელიც ჩემთან ერთად წვავს ლუკმას თებში. დიახ, ძე კაცის ამიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. უკეთესი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო იგი. ჭამისას იესომ აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ და თქვა,
იღეთ, ეს არის ჩემი სხეული. როცა საგალობელი იმღერეს, გავიდნენ ზეთისხილის მთისკენ. და უთხრა მათ იესომ: ყველა დაბრკოლდებით ჩემ გამო ამ ღამით, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემს და გაიფანტებიან ცხრის კრავები. მაგრამ ჩემი აღდგომის შემდეგ თქვენზე წაგისწრებთ გალილეაში. უთხრა მას პეტრემ: თუნდაც ყველა დაბრკოლდეს, მე არ დავბრკოლდები. იესომ უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ. დღეს ამ აღამვე, მამლის ორჯერ ყივილამდე, სამჯერ უარმყოფი იქნები მე. ის კი უფრო მეტად ამტკიცებდა: თუ კი მომიძევს შენთან ერთად სიკვდილიც კი, არასდროს უარს არ გეტყვი. ასე ამბობდნენ სხვებიც. მივიდნენ გეთსიმანის სახელწოდებულ ადგილას და უთხრა თავის მოწაფეებს: დარჩით აქ სანამ ვილოცებ. თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე და დაიწყო შეწუხება და დამწუხრება და უთხრა მათ: სული ჩემი მწუხარებით არის სავსე სიკვდილამდე. დარჩით აქ და იფხიზლეთ. და ოდნავ წასულმა დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა გაუვლიდა მას ის საათი. და ამბობდა: აბა მამაო, ყველაფერი შენთვის შესაძლებელია. აიღე ეს სასმისი ჩემგან. მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ. მოვიდა და ნახა, რომ მათ ეძინათ. უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს, ერთ საათს ვერ იფხიზლე. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვდეთ განსაცდელს. სული ნამდვილად მზად არის, მაგრამ ხორცი სუსტია. კვლავ წავიდა და ილოცა იგივე სიტყვებით. და როცა დავრუნდა, ისევ ეძინათ მათ, რადგან თვალი დაეხუჭათ და ვერ იცოდნენ რა ეპასუხათ. მესამე დრო მოვიდა, უთხრა მათ: გეყოფათ ძილი და მოსვენება. მოვიდა საათი. აჰა, წეკაცისა გასაცემად მიეცემა ცოდვილთა ხელში. ადექით წავიდეთ. აი მოვიდა ჩემი გამცემი. და მყისვე როცა ის კიდევ ლაპარაკობდა, მოვიდა იუდა, ერთ-ერთი 12-თაგანი და მასთან ერთად ბრბო מחვილებითა და ხელკეტებით მღვდელმთავრების, მწიგნობრებისა და უხუცესებისგან. გამცემმა კი მისთვის წინასწარ ნიშანი მისცა და უთხრა: ვისაც ვაკოცებ, ის არის, დააპატიმრეთ და ფრთხილად წაიყვანეთ. რომ მივიდა, მაშინვე მიუახლოვდა მას და უთხრა: მოძღვარო, მოძღვარო და აკოცა. და ხელები დაადეს მას და შეიპყრეს. იქ მდგომთაგან ერთმა მახვილი ამოიღო. მღვდელმთავრის მონას დაარტყა და ყური წაუჯრა. იესომ მიუგო მათ და თქვა: როგორც ავაზაკზე, ისე გამოხვედით მახვილებითა და ხელკეტებით, რომ დამიჭიროთ. კოლდრეთ ტაძარში ვიყავი და გიკადაგებდით და არ დამიჭირეთ, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილები. მაშინ ყველა მიატოვა იგი და გაიქცა. ერთი ახალგაზრდა კი მისდევდა მას, შიშველი, ტილოში გახვეული და ისიც დაიჭირეს. ხოლო მან ტილო მოიშორა და შიშვლად გაექცა მათ. იესომ მიიყვანეს მღვდელმთავართან. შეიკრიბდნენ ყველა მღვდელმთავარი, უხუცესი და მწიგნობარი. პეტრე კი შორიდან მისდევდა მას მღვდელმთავრის ეზომდე, შიგნითაც შევიდა და მსახურებთან ერთად იჯდა და თბებოდა. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ იესოს საწინააღმდეგო მოწმის ჩვენებას, რომ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ბევრი ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ მასზე, მაგრამ მათი ჩვენებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ზოგი წამოდგა და ცრუ ჩვენება მისცა მასზე. ჩვენ დავიგონეთ, რომ თქვა: მე დავანგრევ ამ ხელით აშენებულ ტაძარს და სამ დღეში სხვას ავაშენებ არა ხელით აშენებულს. მაგრამ მათი ჩვენებაც კი არ ემთხვეოდა ერთმანეთს. მაშინ მღვდელმთავარი წამოდგა, შუაში შევიდა და ჰკითხა იესოს: არაფერს პასუხობ, რას იმოწმებენ შენს წინააღმდეგ? მაგრამ იესო დუმდა და არ უპასუხა. გვაუკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე? იესომ თქვა: მე ვარ და იხილავთ წეკაცისას მარჯვნივ მჯდომარეს, ძალის მქონეს და ღრუბლებში მომავალს. მაშინ მღვდელმთავარმა თავისი სამოსი დაიხია და თქვა:
რისთვის გჭირდება კიდე მოწმეები? აი თქვენ თვითონ მოისმინეთ გმობა. როგორ გონიათ? და ყველამ განაჩინა, რომ სიკვდილის ღირსი იყო. ზოგიერთებმა დაიწყეს მის გაბნელება. სახეზე აფურთხებდნენ და ეუბნებოდნენ, იძინასწარ მეტყველე. და მსახურებით სცემდნენ. პეტრე ქვემოთ ეზოში იყო, მოვიდა ერთი მღვდელთავრის მოახლე. დაინახა პეტრე როგორ თბებოდა, მიადგა და უთხრა, შენც იესოსთან იყავი ნაზარეველთან, მაგრამ მან უარყო და თქვა, არც ვიცი და არც მესმის რას ამბობ. და გამოვიდა გარეთ ხარიდან და მამალი ირიულა. მოახლემ კვლავ დაინახა იგი და იქ მყოფ უთხრა, ეს მათგანია. და კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მყოფებმა კვლავ უთხრეს პეტრეს, მართლა მათგანი ხარ, რადგან გალილეველიც ხარ. ის კი იწყევლებოდა და ფიცსდებდა. არ ვიცი იმ კაცს, ვისაც ლაპარაკობთ. და მეორე ჯერზე მამალმაც იყიულა. და გახსენდა პეტრეს სიტყვა, რაც იესომ უთხრა, მამლის ორჯერ ყივილამდე სამჯერ უარ მყოფი იქნები. და ატირდა. და დილა ადრიან მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, წიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მაცდუნებლად მიიღეს გადაწყვეტილება. მიაბეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. კითხა მას პილატემ, შეხარ იუდეველთა მეფე? იესო მიუგო და უთხრა, შენ ამბობ. ხოლო მღვდელმთავრები ბევრს სდებდნენ ბრალს. პილატემ ისევ კითხა მას, არ პასუხობ არაფერს, აჰა, რამდენს გდებენ ბრალს. მაგრამ იესოს აღარაფერი უპასუხია, ისე რომ პილატე უკვირდა. ხომე დღესასწაულზე ერთ დუსახს უხსნიდნენ, ვისაც მოითხოვდა ხალხი. იყო იქ ბარაბა, რომელიც ამბოხისას მკვლელობაში იყო გარეული. ხალხმა დაიწყო გამოსვლა და ითხოვდნენ, რომ ჩვეულებისამებრ დუსაღი გაეთავისუფლებინა მათთვის. პილატე მიუგო მათ და უთხრა, გინდათ იუდეველთა მეფე გაგათავისუფლოთ? ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით მისცეს მას იესო. მაგრამ მღვდელმთავრებმა ხალხი შეაგულიანეს, რომ ბარაბა მოეთხოვათ მისთვის და იესო მოეკლა. ისევ მიუგო მათ პილატემ და უთხრა, აბა, რა გაუკეთო იესოს, რომელსაც იუდეველთა მეფედ უწოდებთ? მათ კვლავ იკვირეს, ჯვარს აცვი იგი. პილატემ უთხრა მათ, ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი ეზოში, რომელსაც პრეტორიუმი ეწოდება და მოუყარეს მთელი რაზმი. შემოსეს ისფერი სამოსი. ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე და მიესალმებოდნენ, მოგესალმები იუდეველთა მეფევ. მარცვლით სცემდნენ მას თავში, აფუთხებდნენ და მუხლებზე იცრემლებოდნენ მის წინაშე. როცა აბუჩა დაიგდეს, სუფთა სამოსი გახადეს და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს ჯვარცმისთვის. იძულებული გახადეს გავლისას შიმონ კირინელი, რომელიც სოფლიდან მოდიოდა, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომ აეღო იესოს ჯვარი. მიიყვანეს გოლგოთას ადგილას, რაც ნიშნავს ქალავარის ადგილი. მისცეს მას ვიღაც ირბინა, შაქარი ძმარში დასველა. ლერწამზე ასხა და შესვას მისცა. და თქვა, მოიცადეთ, ვნახოთ მოვა თუ არა ელია, რათა ჩამოხსნას იგი. ხოლო იესომ ხმამაღლა იყვირა და სული განუტევა, დაძრის ფარდა შუაზე გაიპო ზემოდან ქვემოთ. ასის თავმა, რომელიც იესოს პირისპირ იდგა, როცა დაინახა როგორ მოკვდა, თქვა, ნამდვილად ეს კაცი იყო ღვთისძე. იქვე იდგნენ ქალები, შორიდან რომ უყურებდნენ, მათ შორის მარიამ მაგდალინელი, მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა და სალომე, რომლებიც გალილეაში მას მისდებდნენ და ემსახურებოდნენ და სხვა მრავალი, ვინც მასთან ერთად იერუსალიმში იყო ამოსული.
როცა უკვე საღამო ხდებოდა, რადგან მომდევნო დღე შაბათი იყო, იოსები არიმათიელი წარჩინებული საბჭოს წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, გაბედულად მივიდა პილატესთან და ითხოვა იესოს გვამი. პილატე გაგვირებული იყო, რომ უკვე მომკვდარიყო და ჰუძახა ასისთავს და კითხა თუ უკვე მოკვდა. როცა ასისთავმა დაუდასტურა გვამი გადასცა იოსებს. მან იყიდა ტილოსი, ჩამოხსნა გვამი, შეახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში და ლოდი მიაგორა სამარხის შესასვლელთან. მარიამ მაგდალინელი და მარიამი, იოსეს დედა, უყურებდნენ, სად ჩასვეს იგი. როცა შაბათი გავიდა, მარიამ მაგდალინელმა, მარიამმა, იაკობის დედამ და სალომემ იყიდეს საკმაზები, რომ მოსულიყვნენ და დაეზეთებინათ იგი. კვირის პირველ დღეს დილაადრიან მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ვინ მოგვიგორებს ლოდს სამარხის შესასვლელიდან? მაგრამ როცა შეხედეს, დაინახეს, რომ ლოდი უკვე მოგორებული იყო. ის ძალიან დიდი იყო. შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვენა მხარეს მჯდომარე ახალგარდა კაცი, თეთრ სამოსში გამოწყობილი და შეძრწუნდნენ. ხოლო მან უთხრა მათ: ნუ შეძრწუნდებით. იესოს ნაზარეველს ეძებთ, რომელსაც ჯვარს აცვეს. იგი არ დგა, აქ არ არის. აი ადგილი, სადაც დაასვენეს იგი. მაგრამ წადით უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს, რომ წინ გასრებთ გალილეაში. იქ იხილავთ მას, როგორც გითხრათ. და როცა გამოვიდნენ, გაიცნეს სამარხიდან, რადგან შეძრწუნებულნი და გაოგნებულნი იყვნენ და ვერაფერი უთხრეს არავის. ხოლო იესო კვირის პირველ დღეს დილაობით რომ აღდგა, პირველად გამოეცხადა და მარიამ მაგდალინას, რომლისგანაც 7 ეშმაკი ჰქონდა განდევნილი. ის წავიდა და აუწყა მათ, ვინც მასთან ერთად იყო და გლოვობდნენ და ტიროდნენ. ხოლო როცა მოისმინეს, რომ იგი ცოცხალია და მას მარიამი ხედავდა, არ ირწმუნეს. ამის შემდეგ სხვა სახით გამოეცხადა 2 მათგანს, რომლებიც სოფელში მიდიოდნენ. ისინი დაბრუნდნენ და სხვებს უთხრეს, მაგრამ არც მათ დაუჯერეს. ბოლოს გამოჩნდა 12-დაგან თვით მათაც, როცა სუფრასთან ისხდნენ და უთხრა მათ ურწმუნოებისა და გულქვაობის გამო, რადგან არ ირწმუნეს მათ, ვინც მას აღდგომილს იხილავდა და უთხრა მათ: წადით მთელ მსოფლიოში და იქ ადაგეთ სახარება ყოველი ქმნილებისთვის, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება. სასწაულები, რომლებიც თან ახლავს მორწმუნეთ, ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აირებენ ხელში და თუ რაიმე მომწამლავს დალევენ. ზიანი არ მიადგებათ, ხელებს დაასხამენ ავადმყოფებზე და განიკურნებიან. ამის შემდეგ, როცა უფალმა იესო მათ ეს უთხრა, ზეცაში ამაღლდა და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ, ხოლო ისინი გავიდნენ და იქადაგეს ყველგან და უფალი მათთან იყო და ადასტურებდა სიტყვას სასწაულებით, რომლებიც შინოდათ.